დღევანდელ გადაცემაში ბევრი ვისაუბრეთ დიდ ფეხბურთზე. მსოფლიო ჩემპიონატის ვნებებზე, ტაქტიკასა და გოლებზე. თუმცა ყველა დიდი ჩემპიონი და ვარსკვლავი თავის გზას უბრალო ბავშვური თამაშითა და ეზოში ბურთის დევნით იწყებს. თამაში ბავშვისთვის მხოლოდ დროის გაყვანა არ არის, ეს არის სივრცე, სადაც ის სწავლობს გუნდურობას, მეგობრობას, გამარჯვების სიხარულსა და წაგების ღირსეულად მიღებას. სწორედ იმაზე თუ რამხელა ძალა აქვს სპორტულ თამაშებს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაში, რა სიკეთეები მოაქვს მას და სად გადის ზღვარი ჯანსაღ აზარტსა და სახიფათო კონკურენციას შორის. ჩვენ სტუმართან ამონაშვილის აკადემიის დაფუძნებელთან ნინო ამონაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. დაბრძანდი. თქვენს გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. გილოცავთ ძალიან ველი ისე მიხარია რომ მეტი. ხარცლებურთის გულშემატკივარი თუ რადგან მსოფლიო ამიტომ? ნუ ზოგადად რადგან მსოფლიო ერთ-ერთი დამატებითი მიზეზია, მე მგონი წინა ევროპამ საერთოდ კიდევ უფრო წინ წამოგვწია მთელი საქართველო ფეხბურთისკენ და ისაც ზოგადად რა ვიცი მიყვარს ფეხბურთი. ისე ის გულშემატკივრობ თუ საიდუმლო არ არის მსოფლიოზე. არის ბრაზილიას გულშემატკივრობდი ბავშვობიდან რაღაცნაირად არ ვიცი რატომღაც დღემდე იტალიაც მიყვარდა, მაგრამ რაღაცაც ბოლო წლებში იტალია დღეს ძალიან კარგი. ესე იგი ჩვენი ყველა სტუმარი ჩართული არის მაინც მეტნაკლებად ამ მსოფლიო ჩემპიონატში, რაც ძალიან გვიხარია და უყურეთ რა თქმა უნდა რუსთავი ორსე მსოფლიო. აუცილებლად უყურებთ წარმოდებით დღეს საღამოს და ხო, დავიწყოთ უკვე ჩვენი თემიდან გამომდინარე, დაგისვამთ კითხვას. ჩვენი გადაცემა დღეს ფეხბურთსა და დიდ სპორტს ეხება თავისთავად. აი თქვენი გადმოსახედიდან რას აძლევს ბავშვს ეზოში მეგობრებთან ერთად ბურთის დევნა, მარცხი, გამარჯვება თუ ასე შემდეგ. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვს აძლევს ეს ყველაფერი. და როგორ უყალიბებს ხასიათს აქვე დავამატებ იმას, რომ დღეს თანამედროვე სამყაროში სამწუხაროდ იშვიათად ხდება ის რაც შენ აღწერე. მაგრამ ჩემს ეზოში სულ ბავშვები არიან, თამაშობენ ძალიან მიხარია. იშვიათი გამონაკლისია ალბათ ეს. ეზოში თამაში არა მარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად, როდესაც ბავშვები მიდიან რაღაც ადგილას ერთად, ეზო იქნება, პარკი იქნება, სადაც იმას თამაშობენ, რაც თვითონ გაეხარდათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის უამრავი უნარის განსავითარებლად ჩვენ შვილებში. ეს არის თანატოლებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, საკუთარი თავის თვითშეფასება, ანუ უამრავი რაღაცა არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც აი ესეთი თამაშების გზებით მიიღწევა. რაც შეეხება ეზოში კონკრეტულად ფეხბურთის ან თუ სხვა რამის თამაშს, ძალიან ხშირია სინამდვილეში, ანუ ბევრი სტადიონები არ არსებობდა ადრეც და ეხლაც არის ბევრი სტადიონი თბილისის მასშტაბითაც, ადრე ავტოფარეხების თავზე თამაშობდით ხოლმე და ძალიან მიხარია ხოლმე, რომ როდესაც ჩავივლი ყოველთვის თითქმის ყველა სტადიონზე ბავშვები საღამოობით განსაკუთრებით ხშირად თამაშობენ, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვები რაღაცა პერიოდი მაინც მოწყდნენ სკოლას, მოწყდნენ მეცადინეობას, მოწყდნენ ინტერნეტს, თუ სხვა ვალდებულებებს, ხო და მიღეს თავისუფლება. და თავისუფლად შეუძლიათ, რომ იმიტომ კი არ თამაშობენ, რომ ახლა ფეხბურთზე წავიდნენ და უნდა მოიგონ. არამედ იმისთვის თამაშობენ, რომ სიამოვნებას იღებენ ამ მთელი პროცესისგან. ერთი რაც ცალსახად ცხადია, ეს არის ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების და ძალიან კარგია, როდესაც გარეთ გადიან და იტვირთებიან. მეორე არის ფსიქოლოგიური განტვირთვა, რასაც სპორტი გვაძლევს ზოგადად ყველა ადამიანს დარწმუნებული ვარ ამაზე. ანამაც ისაუბრა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რომ ადამიანები სპორტით ვიყოთ დაკავებული. მესამე, რომ ეს არის საკუთარი სიამოვნებისთვის და არა რაღაცა სხვა დამატებითი ტვირთი არ ემატება ამას ზემოდან. მეოთხე, ფეხბურთი, კალათბურთი, ანუ აი ესეთი სპორტები არის გუნდური სპორტი, რაც კიდევ უფრო ძალიან კარგი არის ბავშვებისთვის. ინდივიდუალური სპორტები უფრო რთული არის ფსიქოლოგიურად ბავშვებისთვის გადასატანად, ვინაიდან მთელი წნეხი პრაქტიკულად დატვირთვა ერთ ადამიანზეა, როდესაც გუნდია, აქ ბევრი კარგი უნარი ვითარდება, გარდა იმისა, რომ ზოგი ბავშვის ფსიქოლოგია ისე არის მოწყობილი, რომ როდესაც მარცხს ღებულობენ მის ცხოვრებაში, სამწუხაროდ ძალიან ტრაგედია ხდება. მე ვიყავი ეს მართლა? გადავიარე შემდეგ, ან ცოტა თინეიჯერობის ასაკიდან გადავიარე.
ეს სპორტი, ანუ ფეხბურთი გუნდურობა, რომ ბავშვისთვის აი ტრაგედია არ იყოს, ხო, რა, ნახეთ, ერთი არის, როდესაც ბავშვები მარტო თავისთვის თამაშობენ. მეორე არის, როდესაც ამას აქვს სტრუქტურიზებული ფორმა, ამაში ჩართულები არიან უფროსები. როდესაც ბავშვი რთულად იტანს მარცხს, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსის როლს, რომელიც აი ამ სტრუქტურის შექმნაში არის ჩართული და მონაწილეობას იღებს. პირველ რიგში, რაც ჩვენ უფროსებს, როგორც მშობლებს, ისე მწვრთნელებს შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რომ შეეჯიბრონ საკუთარ თავს და არა ყველა სხვას გარშემო. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ყველაზე უკეთესი ვიყო მე სხვასთან შედარებით. მაგრამ შესაძლებელია, რომ გუშინდელზე უკეთესი ვიყო დღეს. ხვალ კიდევ უფრო უკეთესი. ამიტომ აი თუ რაღაცნაირად ამისკენ მივმართავთ ჩვენი ბავშვების გონებას, წაგებაც ცოტათი უფრო სხვანაირად აღიქმება. ანუ ეს უფრო აღიქმება, რომ მე დღეს რაღაც არ გამომივიდა, ხვალ უკეთესად შევეცდები, რომ შევძლო. მეორე კახეთში, როდესაც სემინარები გვაქვს ხოლმე ოჯახური, იქ ეწყობა ესეთი ციური ფეხბურთი, ესეთი ქვია, ყოველდღიურად მამები როგორც წესი თავის შვილებთან ერთად ვარჯიშობენ და მე ამ 9 დღიანი პროგრამის ბოლოს ეწყობა ხოლმე ჩემპიონატი, სადაც ორი გუნდი მთელი 9 დღე ვარჯიშობს და ბოლოში არის ფინალი. მთელი აი ამ 9 დღის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობს მშობლებთან და ბავშვებთან სწორედ ამაზე, რომ ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, ზოგადად ფეხბურთელი თამაშობს იმისთვის, რომ სიამოვნება მიანიჭოს იმ მილიონობით მაყურებელს, რომელიც უყურებს. ეხლა ამდენი ადამიანი ჩვენს ხედავთ, ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატს და ველოდებით იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებული ემოცია და ამას აცნობიერებენ ის ფეხბურთელები, თუმცა ბავშვები შეიძლება ჯერ ვერ აცნობიერებდნენ. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ნიშნულობის მქონე, რომ ბავშვებმა გაიგონ, რომ ისინი თამაშობენ იმისთვის და ამას აკეთებენ იმისთვის, არა რომ მოიგონ და რაღაცა წინ წავიდნენ ცხოვრებაში. ესეც საჭიროა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ვიღაცა სხვებისთვის სასარგებლოდ. ამიტომ მე თუ კარგად ვითამაშებ და ჩემი გუნდიც კარგად ითამაშებს და ბევრი სხვა ხალხი ამით ისიამოვნებს, წავაგებ თუ მოვიგებ, ეს უკვე ძალიან კარგია. და თუ წავაგე, მე ამას როგორ ვაგებ, ანუ როგორ მივდივარ და ჩემს ოპონენტს ვულოცავ იქით, რომ აი გილოცავ გამარჯვებას. ანუ აი ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება და უფროსების როლი ძალიან დიდია ამაში. ნირო, მე მინდა გითხოთ იმ საშიშ თამაშებზე, რომელიც გავრცელებული არის სხვადასხვა პლატფორმაზე მათ შორის. ხო, არა მარტო კომპიუტერული, არამედ ესე პირადი, ესე რეალური თამაშები მიმდინარეობს, ფიზიკური თამაშები. სადაც შეიძლება ადამიანმა ფიზიკური დაზიანებაც მიიღოს, სხვათა შორის კურიერებიაში გქონდა ამაზე რომელმაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. მე მინდა გითხოთ, აი, სად გადის ზღვარი ჯანსაღ, თუნდაც ცოტა ექსტრემალურ თამაშსა და რეალურად საშიშ აგრესიულ თამაშს შორის. და მშობლების როლი როგორი არის? როდის უნდა მივხვდეთ ალბათ? როდის უნდა მივხვდეთ, რომ მოვაცილოთ ბავშვი აი ამ თამაშს? ხო, ну, უფროსისთვის ალბათ ძალიან მარტივი მისახვედრია, როდის გადადის თამაშის ზღვარს და რაღაცა საფრთხეში გადადის. ერთი არის, რომ ბავშვებმა ერთმანეთი არ უნდა დააზიანონ ცალსახად, ხო, იქნება ეს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად. თუ თამაში გადადის ისეთ ფორმაში, რომ ვიღაცას რაღაცა ეტკინა ამ თამაშით, ან გული ეტკინა, ან ფეხი ეტკინა, ან რაღაცა, ეს თამაში აღარ არის, ეს უნდა შეწყდეს სასწრაფოდ. თუ იქ უფროსი არის, აუცილებლად უნდა იყოს მან პასუხისმგებლობა თავის თავზე, ოღონდ ამ შეწყვეტასაც ისეთი ფორმა კი არ უნდა ქონდეს, რომ შენ ახლა ცუდად მოიქეცი და წადი კუთხეში დადექი და შენ ვაი შენ საწყალო ეს რა დაგემართა, არამედ ამასაც თავისი ფორმა სჭირდება. თუმცა აუცილებელია, როდესაც რაღაცა ზღვარს გადადის თამაში, ის თამაში უნდა უფროსმა შეაჩეროს. ამაში ორი აზრი არ არის. და ეს ზღვარი ახლა არ ვიცი, მიჭირს რომ მე დავასახელო ზღვარის სახელი ვთქვა, გააჩნია რა თამაშს თამაშობენ ბავშვები, გააჩნია რა სიტუაცია არის ონლაინ არის ცოცხლად არიან ერთმანეთის წინაშე და ასე შემდეგ. თუმცა როდესაც მიხვდება უფროსი, უნდა იყოს დაკვირვებული, უნდა გულს მოусმინოთ და თუ ბავშვები ერთმანეთის რაღაცა ზიანისკენ გადადიან, უნდა აუცილებლად შევაჩეროთ თამაში. რა არის თამაშის ის ფასდაუდებელი სიკეთე, რაც ბავშვებს ასე უკეთეს ხდის? და რამაც შეიძლება ყველაფერზე უარი გათქმევინოს. რა არის ეს საოცრება? თამაში არის ბავშვების ცხოვრება.
ანუ ბავშვი ვითარდება, იზრდება, წინ მიდის მხოლოდ თამაშით. ანუ ჩათვალეთ, რომ თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვის ცხოვრებაში ისი ალტერნატივაც მაგალითად წიგნი ვერ იქნება. არავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, რაც უფრო პატარა ბავშვი, მით უფრო ვერ იქნება. ხა 3 წლის ბავშვს, 4 წლის ბავშვს, 5 წლის ბავშვს ვერაფერს ვერ წაუკითხავ ლექციას. რა თქმა უნდა, წიგნს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თამაშის ალტერნატივა ეს არის. ანუ უფროსი მაგალითად თუ დავჯდები მე და შეიძლება ლექცია მოვისმინო, წიგნი წავიკითხო, რაღაცა ახალი შევიმეცნო იქიდან. ბავშვებისთვის ამის ძირითადი წყარო და განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის არის ასაკობრივი ზღვარია მანდაც რა, ზოგ ასაკში შეიძლება თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე წაკითხვა მაგალითად და ზოგ ასაკში პირიქით შეიძლება იყოს. ესე ვერ იზავა. იცით რა, ერთი მეორეს ალტერნატივა არ არის. ანუ ეს ისეთი შეკითხვა არის, რომ წყალი უფრო მჭირდება თუ საჭმელი უფრო მჭირდება რა, ორივე მნიშვნელოვანი არის, ხო, ხა. მეცადინეობაც საჭირო არის, წიგნის წაკითხვაც საჭირო არის, მაგრამ ეს თამაშის ალტერნატივა არ არის და ამიტომ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ თამაში არის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალა ბავშვის. განვითარების ყველაზე მთავარი მამოძრავებელი. სახლში ვიდეო ჩუმა დავждები კარგად დამაშავ გონებ. ეხლა საიდუმლოს გეტყვით. უფროსები, რომლებიც უფროსობაშიც თამაშობენ, არიან ყველაზე წინწასულები, ყველაზე განვითარებულები და ისინი ამოძრავებენ ხევანდელ სამყაროს. მეც ამას ვეუბნები, ამას ითამაშეთ ჩემთან ერთად ხო და არ თამაშობ. ამიტომ ითამაშეთ ყველა. დიდი მადლობა.